კახაკალაძე რეპრესიების ნაწილში მოწინავე აღმოჩნდა, სწორედ თბილისის მერიაში დაიწყო პირველად წმენდა და ჩვენ უკვე ჩავწერეთ ინტერვიუ თბილისის მერიის იმ თანამშრომელთან, რომელიც გაუშვეს სამსახურიდან. მას წერილით აცნობეს, გადასცეს ბრძანება, რომ აღარ სჭირდებოდათ მისი კადრი მერიაში და შესაბამისად ის ვეღარ იმუშავებდა. თუმცა გიგა სოფრომაძე ჩვენთან პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ რაღაც სამართლებრივი განმარტება, რომელიც წერილსა და ბრძანებაში წერია. რეალურად კი ის არის რეპრესიების მსხვერპლი და დაისაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლება ჰქონდა, გადაწყვიტა გაბედა ხმის ამოღება, დადიოდა აქციებზე და ღიად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, მინიმუმ 60 საჯარო მოხელეა ისეთი, ვისაც ბოლო კვირაში ემუქრებიან სამსახურის დაკარგვით, ადამიანები მუშაობენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და მუდმივ შიშში, რომ არ ექნებათ მეორე დღეს სამსახური და ამჯერად სწორედ მერია ის პირველი, ვინც ხელი მოაწერა ფაქტობრივად რეპრესიების დაწყებას. აი ამ მომენტში ხა ინტერვიუს ჩაწერამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გავიგე, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს. სიტყვიერი საუბარი ახსნა განმარტება ან შეთან არაფერი არ ყოფილა საერთოდ. 57 მუხლის ოქვე პუნქტი, რომელიც ნიშნავს, რომ სხვა მიზეზით სამსახურის ხელშეკრულების შეწყვეტას, აი ამ მუხლით ვარ გათავისუფლებული. თურმე ის საქმე, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ვაკეთებდი მერიაში, ეხლა აღარ ყოფილა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არანაირი ცვლილება არ ყოფილა, რომ არც პროგრამა დამატებია, არც ამოქლებია. პრემიები ან ფინანსური წახალისება, რომელიც თანამშრომლებზე გაიცემა, ჩემ შემთხვევაში სრულიად ჩახსნილი იყო, მას შემდეგ რაც მე ღიად დავიწყე აქტიურობა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის, რაც კონსტიტუციური გარანტია არის ნებისმიერი ადამიანის, ამის გამო ვიჩაგრებოდეთ. ეს უკავშირდება სწორედ იმას, რომ ჩვენ დავიწყეთ ღიად საუბარი, რომ ჩვენ გავემიჯნეთ იმ მიმდინარე პროცესებს, რაც ქვეყანაში არის. საჯარო მოსამსახურეები თავად აპირებენ დაიცვან თავი რეპრესიული კანონებისგან, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შემოიღო, მას შემდეგ რაც საჯარო სექტორისგანაც მოისმინა ხმა. ეს საჯარო მოხელეები ახსენებენ დღეს ქართულ ოცნებას, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულები ემსახურებიან ხალხს და არა პარტიას და თუ ივანიშვილის რეჟიმი მათ პარტიულ აქტივად აღიქვამს, ეს ასე ნამდვილად არ არის. სწორედ საჯარო მოსამსახურეების აქტიურ შემდეგ გადაწყვიტა ივანიშვილის რეჟიმმა ახალი ცვლილებების შეტანა კანონში და ფაქტობრივად ეს კანონი ახლა უკვე არის მის ხელში მთავარი რეპრესიული მანქანა. ჩვენთან იურისტები ღიად ამბობენ, რომ ამ ტიპის კანონმდებლობა არის მხოლოდ დიქტატურულ სახელმწიფოებში და მმართველობაში და ემსახურება ერთადერთ რამეს საჯარო მოსამსახურეების დაშინებას. დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულმა დე-ფაქტო კანონმა, რომელიც საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებებს ისახავდა მიზნად, მას ერთი კონკრეტული მიზანი აქვს, რომ მან მაქსიმალურად დააშინოს საჯარო მოხელეები იმისთვის, რათა მათ არ გაუჩნდეს სურვილი, რომ გამოხატონ აზრი და აფიქსირონ მოსაზრებები, მათ შორის ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, კონსტიტუციურ საკითხებთან და ერთ-ერთი მიზანი აქვს მას, რომ დრაკონულად შეზღუდოს საკითხები. ეს არის აზრის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დიქტატორულ ქვეყნებში შეიძლება არსებობდეს. საჯარო მოსამსახურეები უკვე არეგისტრირებენ დამოუკიდებელ პროფკავშირებს, რომლის მთავარი მიზანიც და პირველი საქმე იქნება სწორედ იმ ადამიანების დაცვა, ვინც ხდება რეპრესიების მსხვერპლი და რეპრესიული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველა საჯარო მოხელე, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, გვიყვება იმ ზეწოლაზე, რომლის წინაშეც დგანან, ისინი ყოველდღიურად და საჯარო მოსამსახურეები ჩვენთან საუბარს ახერხებენ მხოლოდ არასამუშაო საათებში შესვენების დროს, რადგან სხვა შემთხვევაშიც ისინი იღებენ მუქარას.